17 ნოემბრის გამგეობის თანამშრომლების თათბირზე საუბარი შეეხო სოფელ წერეთელში და ბაილარში არსებულ სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემას. სოფლის რწმუნებულის თქმით, წერეთელში წყალმიწოდება დღეს აღდგა, თუმცა ბაილარის მოსახლეობას წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. სასმელი წყლის პრობლემა უკვე რამდენიმე თვეა აწუხებთ სოფელ საბირქენდისა და თაზაქენთის მოსახლეობას. როგორც ალგეთის ტერიტორიული ერთეულის სპეციალისტმა განაცხადა, წყალმიწოდება რუსთავწყალმა დავალიანების გამო შეწყვიტა. გამგებლის მოადგილის თქმით კი ადგილობრივი ხელისუფლება ალგეთის ტერიტორიული ერთეულის რუსთავწყალის ბალანსიდან მოხსნას გეგმავს, რაც ადგილობრივების პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის. დაზიანებული იყო მაგისტრალი, აღვადგინეთ დღეს, მივაწოდეთ დღეს წყალი მოსახლეობას. დამირეკეს სოფელ ბეგლერიდან, აი იმ სოფლიდან სადაც პრობლემა იყო და დაკეტილიათ ისევ და ალბათ თათბირის შემდეგ წავალ და ნახავ რა მდგომარეობა. კი, ველოდებოდეთ გაშრობას, გაშრა დღეს გაუშვე, მივაწოდეთ, მაგრამ აი სოფელი რომელზედაც მქონდა რამდენიმე დღის წინ ლაპარაკი, დაკეტილია ახლაც. იქვე წყალი მიდის, ეგრეთ წოდებულ ახალ საიმერულო დასახლებაში და იქ არ არის წყალი და აღშფოთებულია მოსახლეობა, დამირეკეს შეიძლება გამგეობაშიდაც ამოდის რამოდენიმე ადამიანი. სასმელი წყლის პრობლემა სოფელ აზისკენჩი და თაზაკენჩი რამდენიმე თვეა გვაქვს. წყალს რუსთავწყალი გვაწვდის, თუმცა ამ დროისთვის დავალიანების გამო წყალმიწოდება შეწყვეტილია. დღეს ჩვენი საკითხი თათბირზე წარმოვადგინება ტომაზაურმა გვითხრა, რომ ცოტა ხანში რუსთავწყალის ბალანსიდან მოვიხსნებით და ეს სოფლებიც ადგილობრივ კომპანიას დაექვემდებარება, იმედია პრობლემა მალე მოგვარდება. სოფელ წერეთელში სასმელი წყალი ეს ჩვეულებრივი მოვლენა სამუშაო პროცესია, რომ ავარია მოხდა და მის ადგილას დაჭირდა რამდენიმე დღე, დღეს უკვე სოფელ წერეთელს წყალი მიეწოდება. გასაგებია ბაილარს არ აქვს ანალოგიური მდგომარეობა იქაც და ალბათ დღეს ეს საკითხი მოგვარდება, იმიტომ რომ იქ ტექნოლოგიური პროცესი იყო ისეთი, რომელიც რამდენიმე დღეს ითხოვდა რომ სრულად აღმოფხვრილიყო არსებული დაზიანება. ალგეთთან დაკავშირებით პრობლემაა, ახლა ალგეთთან დაკავშირებით მოგეხსენებათ იქ გარდა წყლისა გზის პრობლემაც არის და გზა შესაბამისად მოსაგვარებელია საგზაო დეპარტამენტის ჩაყენებულია საქმის ყურში და უახლოეს პერიოდში რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია დაიწყება მისი მშენებლობა. რაც შეეხება წყალს, ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით ახლა აი ამ წუთას მუშაობთ ახალ პროექტზე რომ მოხდეს, იქ პრობლემა იყო რუსთავწყალთან მომარაგების, რუსთავწყალიდან მომარაგების მოსახლეობიდან თახის აკრეფის მოხმარებული წყლის, მიმდინარეობს შესწავლის პროცესია, მაგრამ მუნიციპალიტეტს ჩაფიქრებული გვაქვს, რომ დავგეგმავთ, რომ მომავალი წლისთვის განვახორციელოთ ახალი პროექტი და მომარაგება მოხდეს ჩვენი ძალებით, მთლიანად. არ ვიყოთ დამოკიდებული სხვა რომელიმე კერძო კომპანიის კაპრიზებს.